დილმშვიდობის ჩემო მეგობრებო, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხუთშაბათი დილმშვიდობისა ყველას, ვინც ახლა ხართ აქ, ჩემთან ერთად ამ სივრცეში. მოგეხსენებათ და ალბათ ბევრი თქვენთაგანს გეცოდინებათ, რომ ხუთშაბათი დღე ზოგადად არის ფინანსების დღე. თუ რამე გვინდა რომ დავალაგოთ ფინანსურად, მოაწესრიგოთ ფინანსები, ან ვითხოვოთ ფინანსური წინსვლები, სწორედ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხუთშაბათ დღეს ხოლმე. მათ ვინც არიცით, პატარ-პატარა პრაქტიკებსაც გაგიზიარებთ ეტაპობრივად. ხოლო დღევანდელ დღეს უშუალო სტარის მეშვეობით ესეთი პატარა გაშლები მინდა შემოგთავაზოთ ხუთშაბათ დღეობით ხოლმე. თუ რა თქმა უნდა მოწონებას დაიმსახურებს ეს ყველაფერი, ამას უკვე მივხვდებით თქვენი კომენტარების სახით, თქვენი უკავშირის სახით. ხუთშაბათი დღე გავაკეთოთ ესეთი კვირის გაშლა, ხუთშაბათი და ხუთშაბათამდე მიმოვიხილოთ, როგორი იქნება ზოგადად ფინანსები თქვენთვის და პატარა რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ ფინანსებთან მიმართებით. ესე იგი, დღევანდელ დღეს ხუთშაბათი და მომდევნო ხუთშაბათს დღემდე, ერთი კვირის ვადაზე, ფინანსები როგორი იქნება, როგორ განვითარდება და რჩევა, რაც დაგეხმარებათ მეტი ფინანსების მიღებაში, ხო, ფინანსებთან დაკავშირებულ პატარა რჩევას, ესა რა ვთქვათ, მათ ისე დავალაგოთ, სარკანები. პატარა რჩევას მიიღებთ ჩემგან. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ეს ყველაფერი თქვენთვის და მოგეწონებათ ესეთი გაშლა. ეს გაშლა იქნება ორ-ორი არკანით, ზოგადი რჩევა და ამასთანავე ამის პარალელურად გავიგოთ, როგორ იქნება ეს ერთი კვირა ფინანსურად თქვენთვის. ნახოთ ხო, აქ ამ შემთხვევაში რა და როგორ იქნება, რა როგორ განვითარდება. გვაქვს ჩვენ აქ 5 შესაძლებელი ვარიანტი. შევარჩიეთ თქვენთვის ასრული ერთი კონკრეტული ვარიანტი და მიიღეთ პასუხები. დავიწყოთ ახლა, მოდი პირველი ვარიანტის წაკითხვით, დავიწყოთ პირველი ვარიანტით. მშვენიერი, ფინანსურად ეს მომდევნო ერთი კვირა ძალიან კარგი სიტუაციები გექნებათ, სტაბილური სიტუაცია ჩანს, უფრო ამას ვიტყოდი. თუ რაიმე შეშები გაქვთ, რომ რაიმე თანხას ვერ მიიღებთ დროულად, ან რაიმე უნდა გაგირთულდეთ, დაივიწყეთ ეს შეშები, იმიტომ რომ შემოდის თანხები თქვენთან, თქვენ შემთხვევაში და არნაირი გართულებები და ნეგატივები არ ჩანს ფინანსურად. ფინანსური სტაბილურობა მოდის მოკლედ აქ. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია რომ მოგცეთ ამ ეტაპზე, აი ამ სტაბილურობის პარალელურად შეიძლება ხელი მიიღოთ ზედმეტ ხარჯვას. ოღონდ თქვენთვის კი არა, გარშემოყოფებისთვის შეიძლება ან გარშემოყოფებთან დახარჯოთ იმაზე მეტი ფინანსები, ვიდრე ეს გაქვთ გათვლილი. გაასესხოთ ასევე ფული, რაც თქვენთვის არ არის კარგი. მოკლედ, აი ამ ერთი კვირის ვადაზე თავი შეიკავეთ ზედმეტი საჩუქრების გაცემისაგან და ზედმეტი იმისგან, რომ ვინმეს დაეხმაროთ ფინანსურად. ეს არის აქ რა რჩევაც აუცილებელი არის თქვენ შემთხვევაში გაითვალისწინოთ. სხვა მხრივ ფინანსური პრობლემა ან რაიმე ნეგატიური სიტუაცია არ ჩანს. ის რისი მოლოდინიც გაქვთ, ის რაც გინდათ რომ გქონდეთ, იქნება, სტაბილურობა ჩანს, სიმშვიდე ჩანს ფინანსებში. არნაირად შეიძლება რაღაცებზე ემოციურად ნერვიულობდეთ და დარდობდეთ, მაგრამ არაფერი პრობლემა არ მოდის, მაგრამ აი რჩევა ის არის, რომ ამ კვირაში განსაკუთრებით შეიძლება ან გთხოვონ დახმარება, ან ზოგიერთმა საერთოდ არ გთხოვონ, მაგრამ თქვენ ჩათვალოთ თავი საჭიროდ, რომ ამ ადამიანს უნდა დაეხმაროთ, ესე რა ვთქვათ კონკრეტულად და მე ამ ყველაფერმა პატარა ფინანსური ზენი მოიტანოს თქვენთვის, ასე რომ ეს რჩევა გაითვალისწინეთ. კიდევ წარმატებებს გისურვებთ, ხო? გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ნახოთ ესეთი ზოგადი ფინანსური სიტუაციები და რჩევა. ხო, აქ უფრო ვიტყოდი, რომ რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად. მოლოდინები, რის მოლოდინიც გაქვთ, შეიძლება რომ ეს კიდევ გაიწელოს დროში და ვერ მიიღოთ ის თანხები, რასაც ელოდებით, არ არის გამორიცხული, ასევე პრობლემა შეექმნას თქვენს ფინანსებს და გართულებები მოყვეს, ესე რა ვთქვათ. ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ ხო ფინანსურ სტაბილურობას. რჩევა ის არის, რომ ამ რთულ სიტუაციას, რაც ამ ერთ კვირაში იქნება, კიდევ უფრო მეტად ემოციურად დაიმძიმებთ, ეცადეთ რომ ცოტა სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მესმით რომ ეს ძალიან ემოციური ესეთი საკითხი არის, ცოტათი რთული საკითხი არის, რომ მართო ემოციები ფინანსებთან მიმართებით, მაგრამ მაინც ამისკენ მოგიწოდებთ და რომ უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ მაგალითად ელოდებოდით საიდანვე დასტურს, რაიმის ჩარიცხვას, შეიძლება ვერ მოხდეს აი ამ კვირაში, ან თუ რომელიმე რაიმე პროექტს ელოდებოდით, საიდანაც თანხა უნდა მიგიღოთ, შეიძლება ჩავარდეს ეს პროექტი, მოკლედ ფრთხილად იყავით.
ზოგიერთების თქვენთაგანს გეტყვით იმასაც, რომ ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ ფინანსები, რაღაცა დანაკარგთანაც გვაქვს აქ ამ ორ არკანის სინთეზში შემიძლია ვთქვა ის, რომ შეიძლება რამე დანაკარგიც იყოს და შესაბამისად ეცადეთ, რომ ფრთხილად იყავთ ფინანსებთან და არ დაკარგოთ რაიმე თანხები, ეს რომ გაითვალისწინოთ აქ. ეს ხო მეორე ვარიანტი და წარმატებებს გისურვებთ. ნახოთ ხა ჩვენი მესამე ვარიანტი რა ჩანს ფინანსებში. ფინანსებში პირველი ზოგადად ფონი იქნება ის, რომ მოლოდინი გაქვთ, რაღაცას ელოდებით, რაიმე უნდა დაგირიცხონ, რაიმე უნდა მიიღოთ. აი მოლოდინი გაქვთ, ოღონდ ეს მოლოდინი არ არის რა, რასაც მაგალითად ბოლო რამოდენიმე დღე ელოდებით. აი ამ თანხებს, რასაც თქვენ ელოდებით, საკმაოდ დიდი დროა ელოდებით, როგორც ჩანს. და ამ კვირაში შეიძლება გეგონათ, რომ მოაგვარებთ და დაალაგებთ ამას, მაგრამ არ მოდის მოკლედ ამ თანხების მიღება. არჩევა ის არის, რომ ეცადეთ და ეხლა აქედან უკვე ინფორმაცია გაქვთ, რომ ამ თანხების მიღება არ ჩანს და ეცადეთ რაიმე სხვა გზით მოიძიოთ თანხები და ის ფინანსები, რაც თქვენ უშუალოდ გჭირდებათ ამ ეტაპზე. ანუ ვერ ვხედავ იმას, რომ ფინანსური წინსვლები გქონდეს, ანუ ის მოლოდინის სიტუაცია კიდევ იქნება აქ, ანუ ის რასაც ელოდებით, ჯერ კიდევ მოგიწევთ, რომ ელოდოთ ამას. აი ესეთი რა ვლინდება ჩვენ შემთხვევაში და რჩევა ის, რომ რაიმე სხვა გზას მიმართეთ, რომ სხვა გზიდან მიიღოთ ფინანსები. ხვალ უფრო დროში გაწელას ხედავ რა, ისე რომ თქვა ფინანსური ამბების. თქვა მოყოფილი არ იქნებით მომდენო ერთი კვირა თქვენი ფინანსური ამბებით. გადავიდეთ აბა ახლა ჩვენს მეოთხე ვარიანტზე რა ჩანს. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ მშვენიერი სიტუაცია არის ფინანსურად, არ ჩანს რაიმე გართულებები და ნეგატივები. ძირითადად ეს ვარიანტი ვინც არჩიეთ, იცით როგორ უნდა მართოთ თქვენი ფინანსები და იშვიათად რომ ფინანსურ სირთულეებში აღმოჩნდეთ ხოლმე, ნუ შეიძლება რაღაცა თანხები არ იყოს, მაგრამ იმდენი თანხები მაინც გექნებათ, რაც თქვენს ესე ვთქვათ სიტუაციებს დააკმაყოფილებს და თქვენს საჭიროებებს. რჩევა არის ის, რომ შუათ მისიოთ ამ პერიოდს, არ არის აუცილებელი რაიმე ნერვიულობა ფინანსებთან მიმართებით, ის რაც როგორც გინდათ რომ იყოთ, ეს ყველაფერი მოვა ფინანსური სტაბილურობა, დაალაგებულობა, თქვენ შემთხვევაში ეს ყველაფერი იქნება აქ. არ ჩანს არანაირი პრობლემა, გართულება, როგორი სიტუაციაც არის ახლა, ისევ მშვიდ და წყნარად განვითარდება თქვენი ფინანსები, აი ამ მომდენო ერთი კვირის ვადაზე. და ბოლო მეხუთე ვარიანტის შემთხვევაში რა გვიჩანს ფინანსურად. ხო, აქ უკვე ალბათ მიყურებთ ადამიანები, ვისაც უკვე გაქვთ ფინანსური პრობლემები და ცდილობთ ამ ფინანსური მდგომარეობებიდან გამოხვიდეთ და ამოხვიდეთ და საკმაოდ ბევრსაც აკეთებთ ამისთვის, ბევრსაც შეიძლება შრომობდეთ. ეს არ არის, რომ ხა უბრალოდ ფინანსური პრობლემა მაქვს და რაც მოხდება, აი თითქოს სულ ცდილობთ და ეძიებით ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაცა გამოასწოროთ. ეს ერთ კვირაში არ ჩანს, რომ ამით რაღაცა დიდ სიტუაციას ალგებთ, მაგრამ შედარებით უკეთესი მდგომარეობა გექნებათ წინა პერიოდებთან დაკავშირებით. აი, შედარებით უკეთესი ფინანსური წყალობები მოდის თქვენთან, ვიდრე აქამდე. დიდი ძირეული პრობლემების და ფინანსური სიტუაციების გასტუმრება და დაალგება აქ არ ჩანს, მაგრამ შედარებით უკეთესი სიტუაცია ჩანს. რაც შეეხება რჩევა არის ის, რომ აღარ იფიქროთ წარსულში, რომ რაღაცაზე ან შეცდომით დახარჯეთ, თანახარჯები გქონდათ, ან რამე არასწორად განკარგეთ თქვენი ფინანსები, ეს ნეგატიური ფიქრი. აი რაღაცნაირად შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აბრალებს, აი ეს მოხდა, იმიტომ რომ მე მაშინ რამე არასწორად გავაკეთე, არასწორად გავთვალე, არასწორად დავთვალე, აი ესეთი მიდგომა შეიძლება გქონდეთ და ეს ფიქრები, ისე რომ ვთქვათ, გადადეთ გვერდით, იმიტომ რომ ის რაც თავის დროზე გააკეთეთ, იმ მომენტში ასე იყო საჭირო. და ეცადეთ, რომ წარსულში კი აღარ გაიხედოთ, რომ ეს მეტარადო გავაკეთეთ და სინანულს კი არ მიიღოთ, ხელი რომ პირიქით, აი წინ იყურეთ, ეხლა ეს ყველაფერი როგორ უნდა გამასწოროთ. ვიტყოდი, რომ სწორ გზასაც ადგახართ აქ ამ შემთხვევაში და ვისაც ეხლა ესეთი დიდი ფინანსური პრობლემები გაქვთ, ამის გამოსწორება დაალგება იქნება თქვენ შემთხვევაში. სულ ეს იყო ჩემი მეგობრებო. დამიწერეთ რამდენად მოგეწონათ ეს გაშლა და ისურვებით თუ არა, რომ ესეთი ფინანსების მიმოხილვა გქონდეს ხოლმე ეს ერთკვირიანი 5-7 დღისით და 5-7 დღეს მე კიდევ წარმატებებს და სიუხვეს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს.